კავკასიური ცარცის წრე მეფე ლირის საბრალდებო დასკვნა ათეულობით სპექტაკლში შექმნილი დასამახსოვრებელი სახეები და განსაკუთრებულად წაკითხული ქართული პოეზია. ცნობილმა მსახიობმა გურამ საღარაძემ საკუთარი მოღვაწეობით ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა. მსახიობი დღეს უკანასკნელ გზაზე მისი მშობლიური თეატრიდან ქართულმა საზოგადოებამ გააცელა. ნახეთ მარიკა შალიკაშვილის სიუჟეტი. როგორც ყველა სპექტაკლის დასასრულს, რომელიც რუსთაველის თეატრის სცენაზე 6-10 წლეულის მანძილზე ითამაშა, გურამ საღარაძეს მაყურებელი ფეხზე დღესაც დაუდგა. ქართულმა საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილა მსახიობი. ეს ოვაციაც მისი მრავალმხრივი მოღვაწეობის შედეგი გახდა. თავისი გამორჩეული ადგილი აქ და ქონდა ყოველთვის. რაღაცა კიდე ერთი ნაწილი, რომ მოგლიჯონ, ასე იცით, ასაკს მნიშვნელობა არ არავით არის. ელდა მოჩა და გათა. ეს დიდი ელდა იყო. ჩემდა საბედნიეროდ ჩვენ სამ შესანიშნავ სპექტაკლში ვიყავით პირდაპირ პარტნიორები. პირები არა, პირდაპირ პარტნიორები ვიყავით. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, უკეთილშობილესი, შესანიშნავი მსახიობი, ქართული სიტყვის დიდი ოსტატი. ეს არა მარტო რუსთაველის თეატრის ტრაგედია, არამედ მთელი საქართველოს დაუკარგეთ ადამიანი, რომელიც იყო უდიდესი მსახიობი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, უდიდესი პიროვნება. სცენაზე ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა და ამ ხნის მანძილზე ყოველთვის ახალი ძალით ახერხებდა მაყურებლის მოჯადოებას. შეუდარებელი გარდასახვის უნარის წყალობით შეეძლო ყოფილიყო გენიალური დონ ხაიმე ესპანელ მღვდელში, საუკეთესო ჭეიშვილის საბრალდებო დასკვნაში და დაუვიწყარი გრიგოლი მოხუც ჯამბაზებში. რობერტ ტურუას კავკასიური ცარცის წრეში კი სამი ერთმანეთისგან განსხვავებული ეფრეიტორის მღვდელის და თავადი ყაზბეგის სახე შეხვდა. შვიდობის გეშინოდეთ ხალხო! გურამ საღარაძე თავისი შემოქმედებით ნამდვილად შეუცვლელია. ესეთი ყურადღებენ ტაქტიანი და მიმტევებელი მსახიობი მე იშვიათად შემოხვედრია. სცენის სიყვარული ბავშვობიდან გამოყვა, მაშინ როდესაც მამის სპექტაკლებს კულისებიდან ადევნებდა თვალს. წლების შემდეგ კულისებიდან სცენაზე გადაინაცვლა, სადაც 100-მდე როლი და დაუვიწყარი სახასიათო სახეები შექმნა, რომლებიც მაყურებლის მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა. დაუვიწყარი სახე შექმნა ბატონმა გურამმა კავკასიური ცარცის წრეში და ეს ჩემი სტუდენტობის პერიოდის სპექტაკლია. მე ძალიან ბევრჯერ მაქვს ეს სპექტაკლი ნანახი და ფაქტიურად ჩვენ ქუჩაში დავდიოდით და ამ რეპლიკ ბატონ გურამის ტექსტებით ვლაპარაკობდით და სიტუაციებში ვიყენებდით ამ რეპლიკებს. პარტნიორიც ვიყავი მისი საბედნიეროდ ძალიან ბევრ სპექტაკლში თითქმის ყველგან და ძალიან ბედნიერი ვიყავი და ძალიან სამწუხაროა რომ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანი წავიდა. გურამ საღარაძის წასვლით თითქოს უმნიშვნელოვანესი თავი დასრულდა რუსთაველის თეატრის ისტორიაში. იგი უკანასკნელი მოჰიკანი თუმანიშვილის განთქმული შვიდკაცას ბოლო ცოცხალი კლასიკოსი გახდა. იმ თაობის ღირსეული წარმომადგენელი, რომელმაც ქართული თეატრის ისტორია გამორჩეული პროფესიონალიზმით, ოსტატობითა და ესთეტიკით შეავსო. ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ. აისე! თავისი ბოლო როლი მშობლიური თეატრის სცენაზე გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე კიდევ ერთხელ გოჩა კაპანაძის მოხუც ჯამბაზებში ითამაშა. სწორედ ამ სცენიდან ემშვიდობებოდნენ მსახიობს კოლეგები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. გურამ საღარაძე ქართულ მსახიობთა იმ თაობის წარმომადგენელი იყო, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქართულ თეატრში. 50 წლის განმავლობაში იდგა რუსთაველის თეატრზე და უამრავი საყვარელი როლი შეასრულა. განსაკუთრებული ხიბლი და ჰარმონია შეძინა მისმა ნათლმა ლექსმა ქართულ პოეზიას. ამოდიოდა თვალი ჩადიოდა. ქართული სიტყვის გამორჩეულმა შეგრძნება, იშვიათმა მუსიკალობამ და ძლიერმა ხმის ტემბრმა გურამ საღარაძემ მხატვრული კითხვის გამორჩეულ ოსტატად აქცია. ვიღაცას სციოდა დედაღვთისა, ზეო მარია.
განსაკუთრებულად გალაქტიონის პოეზია უყვარდა. დიდი ქართველი პოეტის შემოქმედების საღარაძისეული წაკითხვა ქართულ საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება. აი ხლაც ისმის მისი ხმა, ეგ არის განუმეორებელი. ეს არის დიდოსტატური, მისეული მხოლოდ მანერა ლექსის კითხვის. პირველად თეატრში რომ მოვედი, სწორედ ვიხილე მისი წარმოდგენა კავკასიური ცარცის წრე და დერაშტამბეში დავიეხო, რომ მას მერე ყველაზე საყვარელი, ყველაზე ახლობელი მსახიობი ჩემთვის იყო ბატონი გურამი. ძალიან ბევრი რამ ქართულ ხელოვნებაში უშუალოდ და პირდაპირ დაკავშირებული ბატონ გურამ საღარაძესთან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანის გარდაცვალება ვერ ხერხდება, იმიტომ რომ მან იმდენი რამ დაგვიტოვა ჩვენ და მომავალ თაობებს, რომ მისი გარდაცვალება, მისი ჩვენგან წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ ქვეყანაზე 84 წელი დაჰყო და ამ დროის მანძილზე თითქოს უფლება მოიპოვა ერის მეხსიერებაში გარდაცვალების შემდეგაც იცოცხლეს. ინდის ფერია სოფელი უფრო და უფრო ბინდდება. რა არის ჩვენი სიცოცხლე? ჩიტივით გაგიფრინდა.